ავიხსენით ვიღაცა რას აკეთებ? ახეთი კანონები. რას გაჩვენებულდა? არ ქალბატონე? არ ხვენია? რომელი კანონით გვიგრძელოთ? კაცო, კანონი გვითხრა. გვაჩვენეთ საწერია ეს, გითხარით აბა? ვიდან გახდა ახლა? აკრძალული როიდან ხარკანსიალის მონაწილეობას მონაწილეები არიან ზუსტად. ნინო, აკდადეთ. კარგი, აქ დავდოთ. დადეთ აქ. დადეთ. რავი, ან ოჯახები არა ყავ, ან შვილები არა ყავ. თქვენ ვინ ახართ საერთოდ? დეზინფორმაციას ავცელებს და გაველოდოთ როდის გააძრობ სული ამ დაავადებას. ისეთი დაავადება ჭამს ბაქაი. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ სამარცხვინოა რომ თქვენ ხდიან ამ დამნაშავების მონაწილეობას. კაცი ჯარი გამოუშვი ჯარი აბალი მოიტანონ დაფლება აბალი შეგვიტანონ არ ვიცი ყოლდა ეგრაგონი დაწოლება ფინიში დამიწება თითეულის მხრებზე იქნება ყოველი დაკარგული დღე. ბევრმა ქართველმაც გაიკეთა უკვე. ამერიკაში ორი გადასხმა მიმდინარეობს დუბაიში ელევიდისის. იჟები არიან იქ პროფესორები. თვითონ პროფესორები დებენ ამ ვიდეოს. სიხარული დებენ. ესენი გზად გვიჭრიან. ცოდა ვარ საერთო. არ გვაძლევენ. ისინი შეკარი საკუთრებია. ვიზღუდან რატო ეს მაგათი შენობა ეს არის საზოგადოებრივი რატომ შევდივარ ჩვენ? რაც განსაკუთრებით იქ რატომ ვერ შევდივარ ჩვენ? როცა მორჩება მე შეგაგდება ჯარით გაჩვენა აღდეთ სამი არის შინიფთია სიცოცხლის გადასახადები მარიცინო დაგვიყენენ წინ სიცოცხლის გადასახადები პოლიცია დაგვიყენენ წინ სიცოცხლის გადასახადები საწერია რომ ფულზე ჯდომა აკრძალულია ქუჩაში წამლის საწყობლად მოსულებს რას გვიშვებია შეხედე საქართველოს მოსახლეობა რას გვიშვებია ესენი მოგავე მენიშვილი. სადაა მენიშვილი ის ნახე. დამცველიან ვიღაცა მართლა ვისაც შეუძლია რომ ეს მოაგვაროს ეგ. ჩვენ დასაკარგი არაფერი არ გვაქვს. ამაზე საშინელება აღარაფერი არ გვაქვს. ეს ისეთი შენი დაავადება. შეიძლება რომ გადავიღოთ ან თუ წინააღმდეგი არ ხართ. რამე საფრთხის შემცველი ნივთი არის ხუთი? არის კანონი რომ ფულზე ქუჩაში ჯდომა არ შეიძლება? ელი საქართველოს მოწი პოლიცია არ ღარ ახო გამოიხედეთ თქვენი კადრები და გამოიხედეთ კაცები შიდა ტერიტორიაზე თუმცა როგორც ხედავ სამწუხაროდ ოჯახის წევრები და თავის
შვილს მან გაათენებიებ და ღამეს. და უსაფუძვლო ეს აქცია თქვენი აზრით? ანუ სკამზე გაათენებს ვერ გამოიხედეთ ჩვენ გვინდა მარში დომა მარში დაიდომის უფლებას არ გვაძლევს გამოიხედეთ ბაჭრებიდან ჩვენი სიმართლე მოისმინოს კობახიძემ. ვიცნობ ჩვენ ერთმანეთს. მოგიცნობთ, იმიტომ გელაპარაკებით. გაიყინებია მამის აქცია. მოვიდა სახალხო დამცველი მოვიდეს და შეგვატანინოს უფლები კანონი არ არის ბავშვების გადარჩენა, აწერია საქართველოს კონსტიტუციაში ბავშვების გადარჩენა. ადამიანობა საერთოდ არ არის. დედა ვერ ვიძინებ, ადამიანო ლოგინში ვერ წვევი. და აქ მინდა რომ დავჭდე, აქ და მე კარგად გიცნობ, ეხლა მე მოვა შენთან და დავილაპარაკოთ. გოგა გამარჯობა. არა ერთი წამი, არა უნდა გაიგონოს ახლა რა ხდება. გოგა შენ კარგად გიცნობ და მე კარგად გიცნობ. შენ ოჯახსაც კარგად გიცნობ და შენ იცნობ ჩემ ოჯახს. მოდი ახლა ამიხსენი რა უფლებით არ გვიშობ პარკში. კანონით გველაპარაკე, კანონიერი უფლება არ გვაქვს რომ არ წერია რომ ხუზე არ შეიძლება რაღაც აბსაცს გვაქვს. ჩემებს რატო გვაძლევ? ეს კონსტრუქცია არის. ერთი წამი. კანონით გველაპარაკე. არა, გაიძიეთ ერთი წამი, გაიძიეთ. გაიძიეთ ყველა, გაიძიეთ. კარგი, არა, ერთი წამი. კონსტრუქცია ხო არ არის ეს? ცოტა ხნით გაიძიეთ. გაიძიეთ. რა დაიწყეთ? ეს არის კონსტრუქცია. ეს კონსტრუქცია არის. აბა რას მიიღო? კი. ამის შეტანა რომელი ერთი წამი გაიჩინა. კუფის შეტანის უფლება. კი. შედიხარ რანაირად შედიხარ მელაპარაკებით მდგომარეობაზე საუბრობ არ გვაქვს საწყობი ასხი არის გადარი მეთქი კანონი მოგვიტანეთ რა მოგვიტანეთ ჯანჯრომის ამოგვიბეს და კანონი რომელიც პუნქტში წერია რა სიტყვიერად უფლები არ ეწერა წერილში გოგოები არ ერთი წამი გოგაში უფლი წერილში არ ეწერა ჩვენგან ბევრი წერილი შემოგვი ჩვენ სამინისტროში კი არის მე ნერვოლოგი ყავდა რომ არ ვიცოდი ამას რა ქვია
ერთი წამი მოდი უსმენთ ერთი წამი კი არა ზომიერად დავილაპარაკო დებმა რა ამათ გაიწიოს გოგა ეს აკრძალული ნივთი ერთი წამი ეს აკრძალული ნივთი არის ეს რა არის რა ქვია ოფიციალური პასუხი ევანდენდი ესე იყოს ყოველდღიური ტრანსპორტი შეიძლება ესე დაგვიდგარეთ სკამებზე დავწვევით სკამებზე დავწვევით მადლობა რომ ჩვენ ქვეყანაში ღამის გაწილების უჩებას მაინც გვაქვს არ ქვია იმიტომ წვევით ზუსტად რომ მიკუდება და არ მოგვიგდეს მინდა გამოიყვანოთ თქვენზე რომ ზოგადად რომ ის თქვენ მდგომარეობაში ვინც კანონებს გააძლევთ და კითხეთ ეს ბავშვები დაიხოცონ რუსთავებზე შეიძლება ხალხი დაიშალოს, მაგრამ დედას და მამას, მშობლებს, წამლის მოთხოვნის გამო ვერ შეარჩევენ. ამისნებად მოყვა თქვენ შვილს მაინტერესებს. თქვენ ახლა სახში როცა ხარ შიდა რო დაიძინეთ, ჯანმრთელებს ხო დაუწობით. მე ჩვენ ვერ ვიძინებ. თქვენ აქ უნდა დავჯდეთ ადამიანებო, გესმით თქვენ რა დღეში ვართ ჩვენ? ჩვენზე რაც არის დამოკიდებული ბავშვები, რას აკეთებთ? არაფერს არ აკეთებთ. ტრანსფერს ერთი წამი გოგა კანონი რატო უნდა დაარღვიო შენ მაგალითად მე ძალიან არ მინდა რომ შენ კანონი დაარღვიო ამის შეტანას რატომ მიგზავნა ამის შეტანა ზენ დგომი მოიყვანე ეს პუფი ტურისტმა რომ მოიტანოს აქ ხო წამოაჭი რა თქმა უნდა სარგებელი მოაქვს და ამათ რა ვუა მოიტანოს ხო შეატანინებთ ასე კაცი არჩევნებს არაფერს არ შეუცვლის თავრობასთან მაგითო გვექცებით ხო აბა იყოს 2 მილიონი როცა კანონზე საუბრობთ დასასვლელი შტამი შეიძლება ან ვერ შეგვატანია არა რომელი კანონით გოგა რომელი კანონით რატო ვერ შეგვატანია ზენ დგომი არ შეიძლება მოვიდეს არა თქვენგან ვითხოვთ ეს რო შევიტანოთ შეიძლება ეს გავარჩიოთ კაცო ეს რით განსხვავდება ერთი წამი გაჩერდით ხალხო ერთი წამი ეს და ეს რით განსხვავდება მოდი ახლა ჩვენი საუბარი სამ შორს სხვაგან ვიდეო ხომ პოლიციელი ხარ კაცო და მე მოქალაქეა ხო ერთი და იგივე ზოგიერთი საუბარი არ მეზარება კი ბატონო ვისაუბროთ ამასთან მაგრამ რაც აღიქცევ თქვენ კანონიერად მოქმედებთ ეხლა პატიც ბატონებო თქვენ კანონიერად მოქმედებთ ეხლა ანუ რაში ბოდიში უნდა მოიწერო კონკრეტულად უნდა შემოიტანოს აი ეს რომ აღვიხსნათ რა მოვიდეს კომუნიკაცია შედგეს ჩვენსა და მას შორის და აი ეს პუფები წავა უკან ჩახედეთ და გველაპარაკეთ სულ გჭირდება კაცო შედგეს კომუნიკაცია როცა კანონზე საუბრობთ გამწარებული დებატი და მიდის დაწყობაზე ბატონო ისინი კი პროგრამებზე არიან ერთი წამი მეგობრებო კარგით მეგობრებო უფი არ შეგვატანით ეს ჩვენ ხამეს გავათენებთ სკამებზე გავათენებთ სკამებზე კარგი ეხლა ჩვენ მოვითხოვთ არა გოგა იცოდე რა ჩვენ პროკურატურაში შევალ ხვალდილი აი რა ვქნა ძალიან მერიდება ვიცი ჩემი შორებელი ხარ ანუ არც თუ ისე ძალიან შორი ნათესავი ხარ ჩემი და შენს წინააღმდეგ შევიტან საჭიროს პროკურატურაში ხელი შემიშალე შეკრების უფლებაში გამოხატვის უფლებაში და პუფის უფლებაში ანუ პუფში შემიშალე ხელი რა ვქნა ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ შენ უნდა გიჩვენო პირადად და კანონზე რომ საუბრობ მითხარით სად არის ბავშვების დამცველი კანონი ბავშვებს რომელი კანონი იცავს მითხარით აი არ ვიცი უფსა თუ გამოყოფილი კანონი არსებობს ბავშვი დაცვის კანონი წამიკითხო სად არსებობს აი ეს აი ასე ეს რა გავარდა თუ არ ვფიქრობ მართლა უკიდურესამდე ვართ მისული გვიქნება შვილები არ გეს
გესმით, თქვენ არ გესმით თქვენ. თქვენ არ შედიხარ ჩვენს მდგომარეობაში. საერთოდ წაგიკითხავ, საერთოდ წაგიკითხავ ჯიუშენი რა არის? ჩაგუგლეთ მაინც გადავადებათ. აი გააგუგლეთ ზუსტად საჩუვეთიმ და გუგლის იმათ არის რომ გვებძვის. ჩვენ გავამტკიცებთ რომ მართალი ვართ. თქვენ ხო იცავთ უფლებებს და თქვენ უფლებებს რო იცავთ, წაკითხული გაქვთ საერთოდ ჯიუშენი რა არის და რატო ვაპროტესტებ? არა ინტერესებს და როგორ წაიკითხავ? არჩის ამარჩვილებს და როგორ ესენი წავლენ დაიკეთებენ. როგორ თქვენ განჯერებიდან შემომერეთ თქვენს გეყოლოთ ესეთი შვილი. რომელმაც არ მისცეს ამ ადამიანებს შიდა ტერიტორიაზე უფლები საშუალება და მოუწოდა ეს ამ ადამიანებს აი ეს ახლა ზუსტად მოვიდა ხალხის უფლებას არის ჩვენ ვიხარ ჩადმოწმენია რაც აქ ვშავო სამართლოა პრემიერ-მინისტრი შეიძლება სახელმწიფო არ დაგოს მაგრამ ხალხის უფლებას არ ხომ და სამართლოები ირაკი ყობახიძეს მოუწოდეთ თუ აი ჩვენ ხონდეთ ახლა დაჭერთ ამას ვიწვევთ ჯანდაცვის ეს ვითარება ახლა ადგილზე მთავრობის ადმინისტრაციასთან როგორც ხედავთ ხალხთან გამოვიდნენ დიალოგს ანუ დედაც მაინც შეგვიძლია შიშრები უფებისგან დაიცავით ახალობა რა საბოლოოდ შობლებო, შემო თვითფასო შობლებო, აღარ ვიჭიდაო. უფების გარეშე დავჩებით ხამე და ხამეს გავადენებთ ხამებზე. ხამებზე გავადენებთ ხამეს. მოვითხოვთ მოვიდეს სახალხო დამჩვენი და ხვალ შემოგანიოს უფები. ჩვენ უნდა მოიყვანოთ უფების უფლება. კვალიტელი დღე იქნება უფების უფლების დღე. უფების დამცველი. სამარცხვინო პოლიცია უფების უფლება. ჩვენ ხვალ უნდა მოვითხოვოთ უფების უფლება, შენ უნდა მოვითხოვოთ კარვის უფლება, ასე უნდა მოვითხოვოთ სიცოცხლის უფლება. სანამ ჩვენი ხალხი რომ არის ხება გადასულება. ანუ ეს გამხელი გირჩევია ჩვენ შვილებს, თქვენ ეს საჭერი. სამართლოების პოლიციელი და ერთი არის ბავშვის უფლებას. სამართლოებში დაიმოცეთ ჩუმის როგორ არ გაიმარჯვეთ ყველა გაიგონეთ ამ ნაჭერს მეტი უფლება აქვს ქვეყანაში ვიდრე ჩვენ შვილები სამართლოების ყველა აი ეს უფრო მნიშვნელოვანი და ღირებულია ვიდრე ჩვენი შვილები სამართლოების აი ამაზე უფლების ამაზე სამუბარს მათ გადაწყვეტეს რომ უფლები შესულიყვნენ ამ ტერიტორიაზე თუმცა ახალ დამწერლი ევანი იოსელიანი მოგიწოდეთ ძალიან კარგად გიცნობს ზაგზავლა უბრალოდ ევანი მოდი რა რომ ჩვენ არ ვაძლევთ უფების შეტანის უფლება საზოგადოების წვერში რომელშიდაც არიან ტურისტები არიან მოსეირნი ადამიანები სადაც შეიძლება ყველაფრის კეთება ჩვენ არ ვაძლევთ უფების შეტანას უფების შეტანის უფლება მოგიწოდეთ ევანი იოსელიანს ოხვიდე და გავიფიქსირო რომ იქნება ჩვენი კონსტიტუციური უფლება. ხვალ თუ დღეს არ მოხერხდება, ხვალ ისევ მოვიდათ ამ უფლებს და ხვალიდან ისევ მოვითხოვთ კარვების დადგმას. ჩვენ არ გავშერდებით, იმიტომ რომ ჯერ რომელ სიცოცხლეზე და რომელ წამაზე ლაპარაკობთ, როცა ფულდებს არ გვატანიებენ საზოგადოებრივ სკვერში. ანუ რას ველაპარაკებით ხალხო ამ მთავრობას? მეუბნებით რომ მილიონიანი მედიკამენტი უყიდოს ჩვენ ბავშვებს იმ დროს როცა ფულდები არ შეგვატანია სკვერში და ჩვენ ამ დროს გონია რომ სადღაც მაღალ მატერიალებს უნდა ვესაუბროთ ღევადად ხელისუფლებაში. ჩვენ ეს ამბავი ასე რო არ ჩაივლის ყველა მიცით ეს ისტორია ეს არის ისტორია იწერება დღეს მეგობრებო თქვენ როგორც არ უნდა გეგონოთ რომ ვითომ რაღაც მარტივი თუ რაღაც უბრალო და ბანალური ამბავი აქ უფების შეტანა და გამოტანა ასე არ არის აქ საქართველოს ისტორია იწერება იმიტომ რომ დღეს ჩვენ უფების უფლებას თუ წაგვართმევთ თქვენ წაგვართმევთ საერთოდ განცრების უფლებას და
ჩვენ მშობლები, რომლებიც არაფერს არ ვარღვევთ. არც ერთი კანონი არ დაგვირღვევია ხალხო. განცხადებაზე შევქონდა ყველანაირი პროცედურა დავიცავით. ყველაფერზე განცხადებები უწერეთ. და ესე იგი აღმოჩნდა რომ ეს ბიუროკრატია, ეს ბუხალტერია სუტყუილად დაგვიწყია. თურმე სახელმწიფო ელემენტარული ყველაზე მარტივ რაღაცაში მიშლის ხელს, რომ პარკში და სკვერში შევიდეთ მშობლები და დავждეთ უფებზე და ღამე გავატაროთ ისე რომ არ შევქცინდეს, ისე რომ არ გავიყინოთ ამ სკამებზე და ჩვენ შვილებს კიდევ უარესი არ დაემართოთ ამ ჩვენი გაყინულ სკამებზე ყოფნის გამო. ჩვენ ისე და ჩვენი გაჭირვება გვაქვს, ჩვენ ბავშვები გვყავს, რომელთა ჩვენი ყურადღება ჭირდება. ახლა ამ სკვერში უნდა დავждეთ, ღამეები უნდა ვაჩენოთ და თან ესე იგი უფლების შეტანილობას არ გვაძლევთ. ეს რასაც ის მაგალითად წარმოადგენლებს და მათ შორის პროპაგანდისტული მედიების ეს არის ფორუმი, რომ ეს ბრძანების შემსრულებელი ამაზე მეტი ტრაგედია რა უნდა იქნას. გამოდი ეს ბავშვები გადასარჩენია. პირველ შეხვედრაზე გვეთქვა. ბავშვები სიცოცხლეა. ბავშვები ჩავატარეთ და ეხლა რეალობა ის არის რომ ყოველ დღე კეთდება ელოდის და დინოს მამროლანის ბავშვებისთვის როგორ შეიძლება სადაც უკვე ბედნიერ ადამიანს და არ ქვეყნის ამხელა კეთილი რომ ეს ბავშვები შეანგრევენ აზიარებენ ამას მოვიდეს სახალხო დასული და დაიწყოს ამ ბავშვების ასწავლების სცენაში ძალიან დაფიქრდი იშვიათი დაავადება არის ულტიმატი გენეტიკური არავინ არ იცის ეს რეცესიული იშაკრიტება ვისთან როდის გამომრიდება მათ შორის თითოეული თქვენი შთამომავლობით დაფიქრდი ამ ხელად ცოდვას ხარზე დაიდეს ჩვენ ახლა ვიმყოფებით მთავრობის კანცელარიის შენობასთან საღამოს დაახლოებით 5 საათისთვის შეიკრიბნენ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები და აპირებდნენ პრინციპში აპირებენ ღამის გათევას მომიყვართ დედიკვები ტაშთან გიკრავენ ოჯახ ბიჭებო ბავშვებს მოერიეთ და ქალებს ცოლები შუბზე კოცნით აფსები მოდის უნდა თქვა მარიამ უკანონო ბრძანებების შესრულებაზე არა უნდა თქვა მარი უკანონო ბრძანებების შესრულებაზე ხალხო ერთი პუნქტი გამისახელეთ რომლის საფუძველზეც უკრძალა დამშობლებს რომ გადათავსონ უფები და დაჟნე გაყიდულ სკამებზე ამინდი ჯანდაბა არ გვითხოვს ხელ ცივა ქარია უბედური ამინდები გამოვიარეთ ეს ზამთარი ქუჩაში წვიმაში და სამართლის მოთხოვნაში კანონი კი არ არის მთავარი არის სამართალი თორე კანონები ვნახეთ რა კანონები მიიღეს მშობლები დღეს აპირებენ დარჩენას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან და ხმაური რამაც გამოიწვია რამდენიმე წუთის წინ რის გამოც დაიწყო არის ის რომ ისინი მათ მოიტანეს რამდენიმე პუფი იმისთვის რომ დასხდნენ მთავრობის ადმინისტრაციის შენობის ეზოში პარკში და ისე გაათენონ ღამე რის უფლებას პოლიცია მათ არ მისცა პოლიციის უფროსი გოგა მემენიშვილი მათ ეუბნებოდა რომ წერილობით უნდა მიწერონ შინაგან საქმეთა სამინისტროს
სადაც არ ვიცი მე ზუსტად ვერ გავიგე რა შინაარსის წერილის სთხოვდა პოლიცია მშობლებს, მაგრამ როგორც ჩანს ამ წერილში უნდა იწეროს ის, რომ მაინც პუფების შეტანას ითხოვენ, იმიტომ რომ როგორც ცნობილია, მშობლებმა არაერთი წერილი გააგზავნეს, მათ შორის აქციის ჩატარების ნებართვასთან დაკავშირებით, მათ შორის მოითხოვეს 24 საათიანი პროტესტის უფლება, კარვების გაშლის უფლება, რის საშუალებაც არ მისცეს, ამიტომ კარავი მათ არ მოუტანიათ დღეს, მოიტანეს პუფები, რაც ასევე არ შეატანეს პოლიციის უფროს გამემანიშვილი, მათ ეუბნებოდა, რომ პარკში რა სკამებიც არის, საბერეხის ძელ სკამებზე, ისინი გამოიყენონ, იქ დასხდნენ და ისე გაათენო ღამე. მე ხლა გაჩვენებთ, როგორ ესაუბრება სახალხო დამცველის წარმოადგენელს, უბრალოდ ხელხაზზე რეკავს ზაქრო გვიშიანი, რომელიც არის მშობელთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი. ბავშვების სისხლის და ჯანმრთელობას ეხება და ადამიანებს არ ატანებენ პუფებს და დასკნენ სკვერში. ხო, მაგრამ პასუხი დამიბრუნეთ, ეხლა რა სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლის ესაუბრება. პასუხი აუცილებლად, ეხლა ჩვენ მოვახსენოთ, ჩვენ ზიანგარიშით თქვენ უნდა მოხვიდეთ და ადგილზე გადაწყვეტოთ რა ხდება. ძალიან ხომ რა, თქვენ სახელმწიფო რომ კიდევ ერთხელ გადაცემს მშობლების მოთხოვნა. სახალხო დამცველს მშობლები მოითხოვენ, რომ სახალხო დამცველი და გააქცეს საკუთარი პოზიცია. როგორც რაც მესმოდა სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელი მას უწევდა, რომ შეისწავლიან დისტანციურად გავაკურდებით და მე შეგახსენებთ, რომ დილშენის კონთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა მშობლები თითქმის 9 წელია უკვე აქციებს მართავენ. აქციები დაიწყეს ჯანდაცვის სამინისტროსთან. თუმცა პრინციპში სანამ აქციების გამართვას აიწყებდნენ ეს ადამიანები დაახლოებით 2 წლის განმავლობაში იყვნენ კომუნიკაციაში ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან, მათ შორის მიხეილ სარჯოლაძესთან. 2 წლის წინ დაიწყო დაახლოებით კომუნიკაცია მშობლებსა და სამინისტროს შორის. მაშინ მოусმინოთ თუ შეიძლება კახა წიქარიშვილს ერთ-ერთ მშობელს და თანამშრომელი მე და ირაკლი გობახიძე ერთ ოთახში ვიჯექით 1 წლის განმავლობაში. 2 ადამიანი ვიჯექით ერთ ოთახში, მე და ირაკლი გობახიძე. ჩვენ ვიყავით ერთმანეთის კოლეგები. და მე მინდა პირდაპირ მოგმართო ირაკლი გობახიძე, რომელიც ხარ ამ შენობაში. ტელეფონი შეწერეთ. შენ იყავი გაეროს თანამშრომელი, მეც ვიყავი გაეროს თანამშრომელი. ჩვენ ორივე ვლაპარაკობდით დემოკრატიაზე. ჩვენ ორივე ვლაპარაკობდით ადამიანის უფლებებზე. ჩვენ ორივე ვლაპარაკობდით, რომ წინა ხელისუფლება უნდა წასულიყო. წინა ხელისუფლება იყო ადამიანის უფლებების ხელყოფი. წინა ხელისუფლების დროს არ იყო სამართალი. შენ ამას პირდაპირ მეუბნებოდი მე, რომ ნაცების რეჟიმის დროს ნაცების რეჟიმი უნდა დაემხოს. მაგას მე და შენ ვლაპარაკობდით ოთახში. შეიცვალა ხელისუფლება, მოხვედი შენ ხარ ეხლა ხელისუფლებაში და რას აკეთებ? შენ აკეთებ ისეთ რაღაცას, რაც ნაცებს არ გაუკეთებია. კაცო, სარკეში მაინც ჩახედე, ან ტელევიზორში უყურე, ან რაღაცა ქენი ადამიანი ასზე მოდი საერთოდ. შენ ისეთ რაღაცას აკეთებ ირაკლი გობახიძე, რასაც არც ერთი რეჟიმი, არც ნაცების, არც შევარდნაძის, არც სააკაშვილის, არც კომუნისტების რეჟიმს ასეთი რამე არ გაუკეთებია. რომ ადამიანებს სპორში მისთვის უფლებას არ აძლევ და პულხებზე დაშტომის უფლებას არ აძლევ ადამიანებს. შენ ხوار გააფრინე კაცო, სარკეში ჩახედე, რეებს აკეთებ ადამიანო. შეხედე შენ თავს 2012 წლის ირაკლი გობახიძე როგორი იყავი, რა კარგი ადამიანი იყავი, მოწესრიგებული და თავისუფალი, ყველანაირად წესიერი ადამიანი იყავი. სარკეში ჩახედე და ნახე რას აკეთებ შენ, რას აკეთებ შენი სახელმწიფო. პარკში არ გვიშევს პოლიცია, პუხების შეტანა არ შეიძლება პარკშიო. შენ მართლა რას აკეთებ კაცო? არ ვიცი რა გითხრა, როგორ გაგაგებინო, შენთან ვერ ამოვდივარ. შენ არ ჩამოდიხარ, არ გველაპარაკები, როგორ მოგაწდინოთ სიტყვა. არასოდეს არ კარობი არა უბრძალა. თუმცა ტიპების აგზავნა, ნახე დედები მოსულები არიან და გადავიდნენ. წამლებს ვერ თქვენ გაელოდეთ როდის დაიხოცეთ შვილები. არა უშავს. მე რა მოხდა თუ დაიხოცებიან მაგას. არერები უნდა მოვიტანეს. არა იქ მე ხო აქ დავიდეთ სამის. რაღაცა სახი და ფადათა
როგორც გიყვებოდით, დაახლოებით 2 წლის წინ დაიწყო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის კომუნიკაცია. მას შემდეგ, რაც FDA-м, ამერიკის წამლის ორგანიზაციამ დაამტკიცა წამლები, რომლებიც კურნავს ამ იშვიათ გენეტიკურ დაავადებას, რომელიც არის მომაკვდინებელი რეალურად ბავშვებისთვის წამლების გარეშე. ეს არის გენეტიკური დაავადება, რომელიც იწვევს კუნთების განლევას. ამ დიაგნოზის მქონე ბავშვებს ორგანიზმში არ აქვს ცილა, რომელიც კუნთების, ასე ვთქვათ, ფუნქციონირებისთვის არის მნიშვნელოვანი და შესაბამისად ზრდასთან ერთად დაავადება, ასე ვთქვათ, პროგრესირებს, კუნთების განლევა ხდება და მოძრაობის შესაძლებლობა აღარ აქვთ პაციენტებს და საუბარი არა მხოლოდ რაღაცა ფეხებსა და ხელებზე, ანუ კიდურებზე, აქ საუბარია მათ შორის ნებისმიერ კუნთზე, მათ შორის გულის მუშაობას საფერხებს, ეს დაავადება ღვიძლის ფუნქციონირებას უშლის ხალხს და სუნთქვის პრობლემებს იწვევს, რაც საბოლჯომში გრძელვადიან პერიოდში სიკვდილით სრულდება. ამ დაავადების მქონე პაციენტთა საშუალო ასაკი არის დაახლოებით 20-25 წელი. საქართველოში ამ დიაგნოზის მქონე სულ უკაცრავად საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკით საქართველოში სულ დაახლოებით 80 ბავშვს აქვს დიუშენის კუნთოვანი დისტროფია, 100-მდე პაციენტი არსებობს სულ. ეს რიცხვი არის მშობელთა ორგანიზაციის ინფორმაციით. რეალურად სრულწლოვანი პაციენტების რაოდენობა არის საკმაოდ ცოტა, გამომდინარე იქიდან, რომ როგორც უკვე აღვნიშნე, დიდხანს ვერ ცოცხლობენ ამ დიაგნოზის მქონე ბავშვები, როგორც უკვე თქვი, რამდენიმე წელია, რაც საერთაშორისო პრაქტიკაში გამოიყენება წამლები, რომელიც ანელებს ამ დაავადების პროგრესს და ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას. არსებობს წამლები, თერაპია, რომელიც 50-60 წლამდე ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას ამ დაავადების მქონე ბავშვების. ეს წამლები გამოიყენება ამერიკაში, გამოიყენება მათი ნაწილი ევროკავშირის მიერ არის, ასე ვთქვათ, დამტკიცებული და ევროპის ქვეყნებში. იაპონიაში არის დამტკიცებული გენური თერაპია, შარშან დამტკიცდა და არ ვიცი, სხვა ქვეყნებში თანდათან, ანუ რეალურად ეს არის პროცესი, მიმდინარეობს კვლევები და თანდათან სხვადასხვა ქვეყანა ამტკიცებს მათი ჯანდაცვის სისტემაში ამ წამლებს. მშობლების მოთხოვნა არის, რომ საქართველოშიც შემოვიდეს ეს წამლები და ქართველ ბავშვებსაც ჰქონდეთ შესაძლებლობა იმკურნალონ ამ წამლებით. მთავარი პრობლემა არის ის, რომ ეს წამლები არის ძალიან ძვირი, რამდენიმე მილიონი ღირს მათ შორის ზოგიერთი მათგანი, ზოგი შედარებით უფრო ნაკლები, რამდენიმე ასობით ათასი ლარი, განსხვავებულია ფასები და ამ ბავშვებსაც სხვადასხვა წამალი სჭირდებათ იმის მიხედვით, რა ასაკში არიან, რა მდგომარეობაში არიან, რომელი მუტაცია აქვთ დაავადების. მაგრამ რეალურად საუბარია სულ 100-მდე პაციენტზე, მათგან 80 არის ბავშვი. 6 თვეა, რაც მშობლები აქციებს ატარებენ, როგორც უკვე აღვნიშნე, იქამდე 2 წლის განმავლობაში პირისპირი მოლაპარაკებები ჰქონდათ მიხეილ სარჯოლაძესთან, ანუ ჯანდაცვის სამინისტროში მიდიოდნენ, მართავდნენ შეხვედრებს. თუმცა საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ ჯანდაცვის, ვთქვათ, მინისტრთან კომუნიკაცია უნაყოფო იყო, უშედეგო იყო, ამიტომ გადაწყვიტეს აქციების გამართვა. გასული წლის დეკემბრიდან დაახლოებით თუ ნოემბრიდან ჯერ ჯანდაცვის სამინისტროსთან დაიწყო აქციები, შემდეგ მათ გამოდმოინაცვლეს აქ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან და დაახლოებით 3 თვეა ითხოვენ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას. პირველ ეტაპზე მხოლოდ შეხვედრა არის მშობლების მიზანი ირაკლი კობახიძესთან, იმისთვის რომ გაუზიარონ მათი, ასე ვთქვათ, პრობლემები და თვითონ პირადად მოუყვნენ, რა აწუხებთ, რა სჭირდებათ მათ შვილებს, თუმცა 3 თვეზე მეტია ირაკლი კობახიძე მშობლებს უბრალოდ არ ხვდება. ერთხელ შეხვდა ირაკლი კობახიძის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ლევან ჟორჟოლიანი, რომელიც დაპირდა, რომ გადასცემდა ირაკლი კობახიძეს მათ ნათქვამს და მერე დაუბრუნდებოდა, თუმცა ეს პროცესი იწყება კვირიდან კვირამდე, დღეიდან დღემდე. ამ ხნის განმავლობაში არაერთი განცხადება დაწერეს უშუალოდ მთავრობის ადმინისტრაციის სახელზე შეხვედრის მოთხოვნით, განცხადება დაწერეს ჯანდაცვის სამინისტროში, განცხადებას წერენ შინაგან საქმეთა სამინისტროში აქციის გამართვის ნებართვასთან დაკავშირებით. მათ შორის ბოლო განცხადებები ამ მშობელთა ორგანიზაციის ეხებოდა
24 საათიანი აქციის გამართვის უფლებას, რის შესაძლებლობაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ მისცა. დღეს მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ მაინც დარჩნენ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან და მოიტანეს პუფები, იმისთვის რომ უბრალოდ დამჯდარიყვნენ ამ პუფებზე, თუმცა აი აქ არის ეს პუფები, თქვენ ხედავთ დედები ისხედან ტროტუარზე ფაქტობრივად და აი ამ ყვავილებს, მცენარეებს აქეთ არის უკვე მთავრობის ადმინისტრაციის ეზო პარკი, სადაც არ შემოატანა პოლიციამ პუფები. თქვა რომ მათ ამის უფლება არ ჰქონდათ და უთხრეს რომ უნდა დაიწერათ განცხადება, სადაც ჩაიწერებოდა რომ პუფების შეტანის უფლება უნდათ ასე ვთქვათ და მერე განიხილავდა შინაგან საქმეთა სამინისტრო და პასუხით დაუბრუნდებოდა. ეს არის ამ ეტაპზე ასე ვთქვათ პოზიცია შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც მშობლებს უთხრა გოგა მემანიშვილმა, ეს არის თბილისის პოლიციის უფროსი თუ სწორად მახსოვს. ეხლა ტელევიზორებთან მიცხარ ქართული ოცნების მხარდამჭერები, თქვენ თუ გონიათ რომ ეს თქვენ არ შეგეხებათ, ეს ამბავი ძალიან ცდების ადამიანები ხო ვართ ჩვენ უსამშობლოები ხო არა ვართ აქ, ჩვენ ნაცები ხო არა ვართ, ჩვენ ვართ ბავშვების მშობლები, სასიკვდილო დაავადებული ბავშვების მშობლები. ეხლა თქვენ ხო იცით რომ უსამშობლოებიო, ნაცებიო, აგენტებიო და ასე შემდეგ, თქვენ ხო ყველაზე ამას იზამთ, ჩვენ ვინა ვართ, ჩვენ უსამშობლოები ვართ, ნაცები ვართ, აგენტები ვართ, აკაცუკები ვართ თუ ვინა ვართ. ჩვენ ვართ ადამიანები, ჩვენ ვართ მშობლები, რომლებსაც ერთი წამი ჩვენ ვართ მშობლები, რომელთა შვილებს აქვს სასიკვდილო დაავადება. ჩვენ ვართ ჩვეულებრივი ადამიანები, ხო ასე ვართ და ჩვენ არ გვაძლევენ უფლებას, რომ პუფები შევიტანოთ პარკში. თქვენ ქართული ოცნების მხარდამჭერებო, თქვენ გონიათ რომ ეს ნორმალურია? თქვენ გონიათ რომ ეს თქვენ არ შეგეხებათ? თქვენ გონიათ რომ თქვენ არ გადაგიკეტავენ მოძრაობის ფარგლებს და თქვენ არ გადაგიკეტავენ ყველაფერს? თქვენ გონიათ რომ თქვენ არავინ არ შეგეხებათ, ხო? ეს ყველა შეგეხებათ. ცოტა აზრზე მოდით ადამიანებო, ხალხო, სადამდე მივედით, სადამდე მივედით, უბრალოდ დაფიქრდით იმაზე, სადამდე მივედით. ჩვენ აქ ჩვენი შვილების დასაცავად მოვედით, ჩვენი შვილების სიცოცხლის დასაცავად მოვედით და აღმოჩნდა რომ თქვენ ხართ დასაცავი, თქვენ უპატრონოებო, თქვენ სასწოდაებო, ვინ ყველა ვინც ქართულ ოცნებას მხარს უჭერთ, თქვენ ხართ დასაცავები, იმიტომ რომ თქვენ რასაც გიკეთებენ, თქვენ იმას გიკეთებენ და ყველაც იგივეს გაგიკეთებენ. ამიტომ ადამიანებო, გაიაზრეთ, რომ ეს მარტო ჩვენ არ გვეხება, ეს ეხება თქვენ შვილებსაც ეხება, რასაც ჩვენ შვილებს გაუკეთებენ, იგივეს გაუკეთებენ თქვენ შვილებსაც, რასაც ჩვენ გიკეთებენ, იგივეს თქვენც გაგიკეთებენ. ამიტომ ასე არ შეიძლება და დაფიქრდით ხალხო, ხელისუფლებაში მე მგონია რომ მაინც არსებობენ ჭკვიანი ადამიანები, მე მგონია რომ ირაკლი კობახიძეს ბოლომდე ჭკუა არ აქვს გადაბრუნებული და სადღაც ეხლა რომელიღაც კაბინეტში ზის იქა და შეიძლება ფიქრობს რომ ეს რა დღეში ჩავარდიო კაცო, რა ვქნა რა გავაკეთო, შეიძლება პასუხი არ აქვს ეს დალოცვილი. გავიგეთ რომ ირაკლი კობახიძეს პასუხი არ აქვს დღეს, მაგრამ პუფების შეტანას რატო ვიგრძალავ კაცო? ის მაინც იფიქრე, რა იყავი, ვინ იყავი, საიდან მოდიხარ, ჩემთან ერთად ხო მუშაობდი იმ დალოცვილ არასამთავრობო ორგანიზაციაში, გაეროში ხო იყავი ჩემთან ერთად, ადამიანის უფლებები ხო გატარდებდა, დემოკრატიაზე ხო ლაპარაკობდი, ხო ერთად ვიზახოდით რომ შესაძლებელია ეს ნაცების რეჟიმი, რომ ხო ერთად ვამბობდით მაგას რომ წინა ხელისუფლება იყო შესაძლებელი, ხო შეიცვალა წინა ხელისუფლება და დღეს შენ უარეს საკეთებ, სარკეში ჩახედე, ან ტელევიზორს უყურე, ან ვინმეს მოусმინე, ასე არ შეიძლება სახელმწიფოს ამ დონეზე სახელმწიფოს მიყვანა არ შეიძლება. დაგეგრევა ეს კაბინეტის, დაგეგრევა ეს სავარძელი სკამის, ყველაფერი ჩამოგეგრევა და იქნები სამარცხვინო დღეში, იმიტომ რომ ისტორია იმახსოვრებს ამ ყველაფერს. ისტორიაში იტყვიან რომ სასიკვდილოდ გაწირული ბავშვები მშობლებს პუფები არ შეატანიოსო, ამას ისტორიის წიგნები დაწერენ და სამარცხვინო იქნები შენც და შენი ყველა ის მოხელე ვინც ამას ემორჩილება, ვინც გემორჩილება. გავიგეთ რომ დღეს პასუხი არ აქვს და არ არის პრობლემა, ჩვენ დავდგებით აქ, ღამეს გავათენებთ, ყველას გავათენებთ, ზეგას გავათენებთ და დაველოდებით ამ პასუხს, მაგრამ ამას მაინც რატო ვაკეთებ რომ მთელი ქვეყნის თავის მოსაჭრელად, მთელი ქვეყნის სამარცხვინოდ, მთელი მსოფლიოს სამარცხვინოდ რატო იქცევი ირაკლი კობახიძე, რომ ადამიანებს, მშობლებს პუფების შეტანის უფლებას არ აძლევს საზოგადოების სკვერში.
დაფიქდი რასაკეთებ და შეცვალე ეს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ შენამდე მოდის და შენზე მოდ კიდევ არის ერთი ადამიანი და იქამდე მაინც მიიტანე კიდე. ორი წელია, 2 წელზე მეტია მშობლები თხოვენ წამალს საკუთარი შვილების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დასაცავად. ბავშვების, რომლებსაც აქვთ იშვიათი გენეტიკური დაავადება, ეს არის გენეტიკური დაავადება, რომელიც დაახლოებით 3500 ადამიანში ერთს აქვს მსოფლიოში და საქართველოში 100-მდე ბავშვია დაახლოებით, რომელსაც ეს დიაგნოზი აქვს. ეს დაავადება ძირითადად ბიჭებს გამოუვლინდებათ ხოლმე, გოგოებში იშვიათია და ამ დაავადების მქონე პაციენტთა საშუალო ასაკი არის დაახლოებით 25-30 წელი. როგორც უკვე აღნიშნეთ, 2 წელზე მეტია დაახლოებით მშობლები ჯანდაცვის სამინისტროსთან ცდილობენ კომუნიკაციას იმისთვის, რომ ქვეყანამ შემოიტანოს ეს წამალი, რომელიც ძალიან ძვირი ღირს, რამდენიმე მილიონ ლარზეა საუბარი. და დაახლოებით 6 თვეა მშობლები უკვე საპროტესტო აქციებს მიმართავენ, რადგან მათ ჩათვალეს, რომ ჯანდაცვის მინისტრთან და სამინისტრო წარმომადგენლებთან კომუნიკაცია იყო უშედეგო და უნაყოფო და გადაწყვიტეს, რომ მოსულიყვნენ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან და პირადად პრემიერ-მინისტრისთვის გაეზიარებინათ თავიანთი საჭიროებები, თუმცა როგორც უკვე გითხარით, ირაკლი კობხიძე უბრალოდ არ ხვდება. არათუ უარსებობ ნებაწამალზე უბრალოდ ფიზიკურად არ ხვდება ამდენი თვის განმავლობაში და რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრს დაახლოებით 6 თვის განმავლობაში როცა ეს მშობლები ქუჩაში არიან და აპროტესტებენ პერიოდულად ითხოვენ წამალს უბრალოდ ამ 6 თვის განმავლობაში მხოლოდ 2 დღის წინ გამოიხმაურა მათ ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯოლაძე პროსახელისუფლება ტელეკომპანია იმედის ეთერში და თქვა რომ რაღაც დეტალებს კიდევ აზუსტებს და რამდენიმე დღეში გაავრცელებს ინფორმაციას ამ ასე ვთქვათ დაავადებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცით ოფიციალური პოზიცია ჯანდაცვის სამინისტროს, რომელიც ბოლოს ამ თემაზე მიხეილ სარჯოლაძემ გასული წლის ნოემბერში ისაუბრა და ჩვენ ვიცით ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია მშობლებისგან, რომელთანაც პირისპირი კომუნიკაცია ჰქონდა პერიოდულად, როგორც ვიკითხარით ახლობით 2 წლის განმავლობაში, მათი მთავარი არგუმენტი არის, რომ წამლები, რომელიც გამოიყენება ევროპისა და ამერიკის ბევრ ქვეყანაში, უბრალოდ ამერიკაში და ევროპის ბევრ ქვეყანაში არ არის დამტკიცებული მათი უსაფრთხოება და ეფექტიანობა, იმიტომ რომ ეს წამლები, ასე ვთქვათ, მიიღო საერთაშორისო ჯანდაცვის, ასე ვთქვათ, ორგანიზაციებმა დაამტკიცეს დაახლოებით 3-4 წლის წინ და წამალი, რომელიც 3-4 წლის წინ დამტკიცდა, არ შეიძლება რომ ეს ვთქვათ, გრძელვადიან პერიოდში მისი დადასტურება და მისი ეფექტიანობა იყოს დადასტურებული. ეს არის თავი არგუმენტი, თუმცა პრობლემა არის ის, რომ როგორც უკვე გითხარით, პირველი და მთავარი არგუმენტი არის ის, რომ ამ წამლებით მკურნალობენ არაერთ სხვა ქვეყანაში, მათ შორის ქართველი ბავშვები, რომლებიც ვთქვათ ამერიკის ან ევროპის მოქალაქეები არიან და გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ რეალურად არ აქვთ ამ ბავშვებს იმდენი დრო, რომ 5-6 და მეტი წელი დაელოდონ იმისთვის, რომ გრძელვადიან პერიოდში დადასტურდეს წამლის ეფექტიანობა. ყოველთვის მეკითხება, მე ნახე ის წამალი ვერ გადამარჯვეს. ყოველ მის დარეკაზე ვერ ხარხედა მას თვალებში. ვერ წავალ, ვერ სარ. აზა თავაძე უსმენდით თქვენ მისი შვილი მისი შვილს აქვს დიუშენის კონთოვანი დისტროფია და მისი ოჯახი საფრანგეთში წავიდა რამდენიმე წლის წინ იმისთვის, რომ მიიღოს საფრანგეთის მოქალაქეობა და ასე მაინც შეძლონ იმ წამლის მიღება, რომელიც საქართველოში არ არის ხელმისაწვდომი. მე შეგახსენებთ, რომ საუბარია ჯივინოსტატზე, ესეთი მედიკამენტი, რომელიც საფრანგეთში არის დამტკიცებული, ფრანგი ბავშვები იღებენ ამ წამალს, საქართველოს მოქალაქეებს ამ წამლის მიღების შესაძლებლობა არ აქვთ. ეთას შვილს წამალი მოუყენება გააბრუნდეს ამის უფლებასაც კი არ აღწერენ სამართლოები ხარ ყველა ისედაც ეს დაავადება ნელი სიკვდილია ნელი ასოები საერთოდ ამ ოჯახები ჩაუყარა ცალკე და ეს მქონეს ერთი ჭრა მშობლები აი როგორ მოგვექცა
წამი შემოტანა. ასე არ უნდა და სიცრუე უნდა. მათი. всё, ისჩუმები წამალი არის მავნე. ისჩუმები გაუშვე ხა, всё. ისჩუმების ცოტა გადახვალოთ შუანაწილიდან მე შეგახსენებთ, რომ მშობლები აპირებენ დარჩნენ დღეს აქ და მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გაათენონ ღამე. ახლა დაგემშვიდობებით და დაგებრუნდებით მოვლენების განვითარების შესაბამისად. მადლობა ყურადღებისთვის.